ლიტვის პრეზიდენტმა დღეს მცხეთაც მოინახულა სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრის დათვალიერების შემდეგ დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი კომენტარიც გააკეთა. მისი განცხადებით ის კარგად იცნობს საქართველოს, რომელიც უნიკალური ქვეყანაა. ლიტვის პრეზიდენტის თქმით, ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული და კულტურული ტრადიცია და თვითმყოფადობა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. მცხეთამდე კი ლიტვის პირველი პირი ოკუპაციის მუზეუმს ეწვია და საგამოფენო დარბაზში დაცული რუსული ოკუპაციის ამსახველი ექსპონატები მუზეუმის დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან ერთად დაათვალიერა. ამის შემდეგ ლიტვის პირველი პირი იაშვილის სახელობის კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მივიდა და იმ პროგრამის მიმდინარეობის შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს ლიტვის დახმარებით ახორციელებს. პრეზიდენტის რანგში ეს დალია გრიბაუსკაიტეს პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო საქართველოში. მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ლიტვასთან, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში. ჩვენ მივესალმებით ლიტვის პრეზიდენტის ჩამოგზავნებას. ის დახმარება, რომელიც გაგვიწიეს ჩვენ ამ შემთხვევაში უსინათლო ბავშვებთან დაკავშირებით, აი ამ დაავადებების დიაგნოსტირებას ბუნებრივია ხელს შეუწყობს დაადრევ გამოვლენას და დროულად გამოჯამთელებას. ძალიან საპატიო სტუმარი ყავდა დღეს, მას ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ექსპოზიციამ, რომელიც აჩვენებს იმ მართლა უდიდეს ტკივილს, რაც მიადგა ქართულ ხალხს საბჭოთა ოკუპაციის დროს. ამის გარდა მაჩვენეთ მას ჩვენი საგანძურიც, ვაჩვენეთ ის, რომ რა დიდი კულტურა ჰქონდა ჩვენ ქვეყანას და როგორ კულტურული მემკვიდრეობა თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.